შემოძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, მადლობას მოგიხდით თქვენი კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, გულებისთვის. შემოძვირფასებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. შემოკარგებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა სასიყვარულო სამკუთხედზე, ვინც ნამდვილად იცით, რომ ხართ ან თქვენი პარტნიორი სასიყვარულო სამკუთხედში, ეს გაშლა არის მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, ვის ურთიერთობაშიც არის ყველაფერი კარგად. უყურებთ ამ გაშლას, შემოკარგებო. არ დაგვაუწყდეს, რომ გაშლა არის საჯარო, ყველასთან ყველაფერი არ რეზონირდება, მე ვისაუბრებ ზოგადად, თქვენ მოირგეთ როლები, რომელი პოზიციიდან უყურებთ, არ ვიცი. და ამიტომ, რაც თქვენი ინფორმაცია ის მიიღეთ, შემოკარგებოდ, მას დავიწყოთ გაშლა, მე აღარ მოგაცდენთ. ვნახოთ ამჟამინდელი თქვენი მდგომარეობა. როგორია ამჟამინდელი თქვენი მდგომარეობა. ამჟამინდელი თქვენი მდგომარეობა და თქვენი როლი ამ სამკუთხედში, ხო, ვნახოთ პირველი არკანი, მე პოზიციებით მაქვს გაშლა. ჩქარებს კარტი. ძალიან იმედგაცრუებული ხართ, შემოძვირფასებო და გულდაწყვეტილი, თითქოს რაღაც გაქვთ შიში დაკარგვის, თუ უკვე დაკარგეთ და ამას განიცდით, ვნახოთ რას დასტის ძირზე, ნახეთ ეშმაკის არკანი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიჯაჭვული ურთიერთობა, შესაძლებელია იცით, რომ სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით, მაგრამ მაინც ვერ წყვეტთ კავშირს, ხო, შემოკარგებო. ესე იგი, პირველი არკანი იქნება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, ხო, თქვენი როლი ამ სამკუთხედში, ასე ვთქვათ, თქვენი ენერგიები. შემდეგ, მეორე კითხვა, პარტნიორის გრძნობა როგორია თქვენს მიმართ ამჟამად? პარტნიორის გრძნობა თქვენს მიმართ ამჟამად. შემდეგ, პარტნიორის გრძნობა მესამე პირის მიმართ, მესამე პირის პოზიცია, мотивация და გრძნობა როგორია ამ მომენტისთვის, მესამე პირის мотивация და გრძნობა. შემდეგ, ვინ იკავებს უპირატეს პოზიციას ამ ურთიერთობაში? აი ასე დავდებ. ვინ იკავებს უპირატეს პოზიციას ამ ურთიერთობაში? როგორ განვითარდება მოვლენები, შემოძვირფასებო, მომდევნო 2 თვე აიღეთ, 3 თვე აიღეთ, თავად აიღეთ პერიოდი, როგორ განვითარდება მოვლენები თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში და ვნახოთ საბოლოო კითხვა, საბოლოო შედეგი და გაკვეთილი რა იქნება ამ ურთიერთობაში, ხო? რა იქნება საბოლოო გაკვეთილი და შედეგი, ასე ვთქვათ. ვნახოთ. პირველი არკანი. ამჟამინდელი თქვენი მდგომარეობა, შემოძვირფასებო. აქ ამოვიდა 4-იანი ხმალი. იცით როგორი მომენტია აქ? თითქოს ამ დასტის ძირზე სასიყვარულო სამკუთხედი, 3-იანი პენტაკლი, შემოკარგებო. ანუ თემა სწორად გვაქვს არჩეული. თითქოს ამ მომენტისთვის რაღაც გაჩერებულ მდგომარეობაზე მიმანიშნებს. თითქოს გაჩერებული ხართ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იცით, შესაძლოა რომ იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, ან თქვენი პარტნიორი, რაღაცნაირად გაქვთ თითქოს პოზიცია ისეთი, რომ გარიდებული ხართ ყველას და ყველაფერს, მათ შორის თქვენს პარტნიორს და თითქოს ცდილობთ, რომ გაერიდოთ იმ ურთიერთობას თქვენს პარტნიორთან, რომელიც არის და ფიქრობთ და ყველაფერს აი რაღაცნაირად ფიქრის პროცესში ხართ, ხო? ფიქრის პროცესში, რომ გაერკვეთ ყველაფერი, კარგად დაალაგოთ სიტუაცია, რაღაცნაირად გარიდებული ხართ რეალობას და თქვენს პარტნიორს და აღებული გაქვთ აი პასიური პოზიცია გიკავიათ ამ მომენტისთვის, ხო? შესაძლებელია ეს იყოს იმის მიზეზი, არ დაგვაუწყდეს, ხო, 4-яნის წინ არის 3-იანი ხმალი. რაც თავისთავად მიმანიშნებს იმას, რომ შესაძლებელია რაღაც გარკვეული უთანხმოება, უსიამოვნება გქონდათ თქვენ ურთიერთობაში და ახლა დროებით ხართ ფიქრის პროცესში და გარიდებული, თითქოს გინდათ, რომ რაღაც სული მოითქვათ, ხო, დაისვენოთ იმ ურთიერთობისგან, იმ რაღაც კონფლიქტური სიტუაციისგან, იმ დაცაბული ურთიერთობისგან, რომელიც ამ მომენტში გაქვთ თქვენს პარტნიორთან, შემოძვირფასებო და აი ასეთ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის, ხო? ანუ სიტუაცია არის გაყინული ერთი სიტყვით და თქვენი პოზიციაც არის დროებით შეჩერებული, გაქვთ აღებული, ასე ვთქვათ, ფიქრის პროცესი, ხო? ფიქრის პროცესში ხართ და იმყოფებით გარკვევის, ასე ვთქვათ, ძალების აღდგენის და ყველაფრის გაანალიზების პროცესში ერთი სიტყვით. არ იცით ჯერჯერობით რა იქნება, როგორ იქნება, ყველაფერზე შესაძლებელია ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაქვთ, მაგრამ
და ვერ პოულობთ ამ კითხვებზე პასუხს და ცდილობთ რომ გაერკვეთ და ყველაფერი კარგად მოიფიქროთ, როგორ გააგრძელოთ ცხოვრება, ხო ჩემგარგებო. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია, თუ გეცნოთ საკუთარი პოზიცია, საკუთარი თავი, გააგრძელეთ ყურება, ვნახოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები თქვენს მიმართ როგორია ამჟამად და სიკვდილის არკანი უკუღმა მდგომარეობაში. ჩემგარგებო, ეს უკუღმა მდგომარეობაში ეს არკანი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია თქვენს პარტნიორს შიში აქვს ტრანსფორმაციის, ხო? რაღაცნაირად ძველისგან ვერ გათავისუფლებულა ეს პიროვნება, თქვენი პარტნიორი. ანუ რთულად წარმოუდგენია წარსულის დასრულება, ხო? მაგრამ თუმცა იცის, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ მაინც ვერ ასრულებს, წერტილს ვერ სვამს, ხო? ანუ პიროვნება განიცდის ტრანსფორმაციას, მაგრამ თან ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, ხო? თქვენს მიმართ გრძნობა როგორია? გრძნობს, რომ თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თან არ უნდა ამის აღიარება, რომ ყველაფერი მათ შორის შეიძლება გრძნობაც ხო დასრულდეს. ან არ შეუძლია ამის აღიარება, ან ცვლილებების ეშინია, შემოძვრფასებო და ახალ ფაზაში, ახალი ფურცლიდან დაწყება უჭირს ძალიან თქვენს პარტნიორს. არ არის მზად ყოველ შემთხვევისთვის იმისთვის, რომ დაასრულოს ის ყველაფერი, რაც აქამდე იყო. ეწინააღმდეგება იმ ცვლილებებს, რაც შეიძლება მოუტანოს მან, აი ტრანსფორმაციის არკანმა, რაც შეიძლება მოიტანოს მის ცხოვრებაში. მაგრამ თან ამავე დროს იმასაც აცნობიერებს, რომ უკვე არ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ თან შიში აქვს. შესაძლებელია ეს იყოს იმით, რომ რაღაც ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს, ძლიერი მიჯაჭვული კავშირია თქვენ შორის, ჩემგარგებო და ვერ უშვებთ ერთმანეთს, ხო, ვერ უშვებთ ერთმანეთს. ნუ აი ასეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. ნახოთ შემდეგი პოზიცია. თქვენი პარტნიორის გრძნობა მესამე პირის მიმართ. ნახოთ. იეროფანტის არკანი ამოვიდა ჩემგარგებო. იეროფანტის არკანი რაზე მიგვანიშნებს, იცით? არ ვიცი თქვენ რომელი მხრიდან უყურებთ ამ პოზიციას, მაგრამ იეროფანტი როგორც ვიცით არის ტრადიციული კავშირი, ხო? კავშირი სულიერი. როდესაც პიროვნება გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას თავისი პარტნიორის მიმართ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მესამე პირის მიმართ. შესაძლებელია პიროვნებას მესამე პირთან აკავშირებს რაღაც სოციალური ან რაღაც ოჯახური ვალდებულება, ეს ოჯახის არკანიც არის, ჩემგარგებო. მე არ ვიცი რომელი პოზიციიდან უყურებთ, მაგრამ შესაძლებელია იცით როგორი მომენტია აქ, რომელი პოზიციაც არ უნდა უყურებდეს. შესაძლებელია პიროვნება გრძნობს რაღაც ვალდებულებას მესამე პირის მიმართ, ხო? არ ვიცი. გრძნობს იმას, რომ აი თითქოს ვალდებულია, რომ იმ ურთიერთობაში, რომელ ურთიერთობაშიც იმყოფება მესამე პირთან, მასზე იზრუნოს და მასზე რაღაც თუნდაც ფორმალობით, თუნდაც ფორმალურად აიღოს რაღაც პასუხისმგებლობა, შემოძვრფასებო. ეს არკანი აქ იეროფანტი რას მიგვანიშნებს? აქ გრძნობები და ვნებები, კარგად ვიცით, რომ იეროფანტში ეს გრძნობები და ვნება არ არის. აქ არის უფრო ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ხო? თითქოს გრძნობს, რომ აი ამ ადამიანთან უნდა იყოს, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი შინაგანად ეს მისის შინაგანი სურვილი კი არ არის, არამედ აი გარედან გამოწვეული მოვალეობა, ჩემგარგებო. ეს არის აი პასუხისმგებლობა თითქოს, რომ აი რაღაც პასუხისმგებლობით ეკიდება თითქოს იმ ურთიერთობას თუ არ ვიცი რატო, მაგრამ აი რაღაცნაირად ვალდებულად თulis თითქოს თავს მესამე პირთან, რომ იყოს იმ ურთიერთობაში, იზრუნოს მასზე, მაგრამ ეს არ არის შინაგანი მოთხოვნილება, შინაგანად გამოწვეული, ხო, თითქოს ეს არის რაღაც ისეთი მოთხოვნილება, რომელიც აი ვალდებულებას რო გრძნობს ადამიანი, აი ესეთი პოზიცია უკავია ამ მომენტისთვის მესამე პირთან ურთიერთობაში. ნახოთ მესამე პირის мотивация და გრძნობა. შვიდიანი ხმალი, შემოძვრფასებო. ეს ბარათი და ეს არკანი მიგვანიშნებს რაღაც ფარული მოქმედებებზე, ხო, ტყუილზე, რაღაც სტრატეგიულ ქცევებზე, ხო? ანუ მესამე პირი ამ ურთიერთობაში მე მინდა გითხრათ, რომ
არ არის კულტურფელი, ის მალავს შესაძლებელია თავის რეალურ მიზნებს, რეალურ განზრახვას, ხო? აქ არის ტყუილი და აი ეშმაკური მოქმედება, ასე ვთქვათ, ხო? ცდილობს შესაძლოა და ასევე манипуляცია, ხო? აი ცდილობს მესამე პირი რაღაცნაირად შეინარჩუნოს ყველანაირი მეთოდით ის ურთიერთობა, რომელიც აქვს. შემოკარგებო. არ არის კულტურფელი დამოკიდებულება ეს ამ თქვენი პარტნიორის მიმართ, მესამე პირის დამოკიდებულება კულტურფელი ნამდვილად არ არის. ეს არის უფრო მესამე პირი მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და არის ძალიან დიდი манипуляტორი, შემოგარგებო. ну, ასეთია მისი мотиваცია და გრძნობა. გრძნობაზე საერთოდ ზედ მეტია ლაპარაკი. ნახოთ შემდეგი პოზიცია. ვინ იკავებს უპირატეს პოზიციას ამ ურთიერთობაში და აქ ამოვიდა იმპერატორი, შემოგარგებო. იმპერატორი, ეს არის, როგორც ვიცით უკვე, შესაძლებელი პიროვნება, რომელიც მართავს, ხო, მართავს და აკონტროლებს ყველაფერს. ამ ურთიერთობაში უპირატეს პოზიციას იკავებს ის, ვისაც გააჩნია კონტროლი. ვინც აკონტროლებს ამ სიტუაციას. სავარაუდოდ ეს შესაძლებელია იყოს თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო, რომელიც ორივე ურთიერთობას მართავს, რაღაცნაირად ცდილობს, რომ რაღაც ჩარჩოები დააწესოს, რაღაც ზღვარი დააწესოს ამ ორივე ურთიერთობაში და აკონტროლოს, ხო? კაცრად უდგება ორივე ურთიერთობას. აკონტროლებს თავის ემოციებსაც, თავის გადაწყვეტილებებსაც, ვისთან როგორ იყოს, რანაირად მოიქცეს, ვფიქრობ, ეს არის თქვენი პარტნიორი, შემოკარგებო და უპირატესობა, აქ მე ვერ ვიტყვი, რომ ან თქვენს მხარეს იყოს, ან მესამე პირის მხარეს იყოს, ჯერჯერობით თქვენი პარტნიორი აკონტროლებს ყველაფერს, სიტუაციას და ცდილობს ყოველ შემთხვევაში, რომ გააკონტროლოს და ყველაფერი ჰქონდეს, ასე ვთქვათ, თავისი ემოციებით საკონტროლოს და თავისი და თქვენი ქცევებით, ასე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში არ აძლევს არც ერთ მხარეს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ხო, შესაძლებელია თქვენთან მიმართებაშიც რაღაცნაირად არ გაძლევთ, ხო, იმის საშუალებას, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. არ ვიცი, ეს ვისთან როგორ რეზონირდება, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ აქ ასეთი სიტუაციაა, შემოკარგებო. მოდი ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პერიოდში და აქ ამოვიდა სამყაროს არკანი. ეს არის ჩემს ძვირფასებო, როგორ განვითარდება და სამყაროს არკანი მიგვანიშნებს იმას, რომ რაღაც ეტაპი დასრულდება, ეტაპი ახალ ფაზაში გადავა, ხო, შესაძლებელია ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდეს ნათელი. ერთ-ერთი კავშირი დასრულდეს, მე არ ვიცი რომელი, მაგრამ შესაძლებელია იყოს ესეც, რომ ერთ-ერთი კავშირი დასრულდეს, ითქვას სიმართლე და ყველასთვის გახდეს ყველაფერი ნათელი და ყველას თავისი ადგილი მიეჩინოს და დაეთმოს, ასე ვთქვათ, და ყველა თავის ადგილას აღმოჩნდეს, ხო, ასე ვთქვათ. ანუ ეს არის ციკლის დასასრული და ახლის დასაწყისი. აუცილებლად რაღაც ურთიერთობა ან დასრულდება და დაიწყება ახალი ურთიერთობა, ან მოკლედ ერთი სიტყვით რაღაც გაირკვევა და რაღაც გახდება, ან არა და არის შესაძლებელი კიდევ ზოგიერთისთვის შესაძლებელია იყოს ისეც, რომ მუდმივად რაღაც ჩაკეტილ წრეში, ერთი და იგივე წრეში გააჩნია, ხო, როგორ რანაირად განვითარდება, რომ მზაობა როგორ იქნება აქ წყვილების, ხო? შესაძლოა ზოგიერთისთვის დასრულდეს და გახდეს ყველაფერი ნათელი, შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს სიტუაცია ისე, რომ გაგრძელდეს ჩაკეტილ წრეზე ტრიალი, შემოკარგებო. და ჯერჯერობით დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის, მაგრამ მოდი მე დავადებ ერთ არკანს, ყოველ შემთხვევაში სამყაროს არკანს. აზია საუბარი, როგორ განვითარდება მოვლენები. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხო, ну რაღაც ახალი პენტაკლის ტუზი ამოვიდა, ჩემს ძვირფასებო, რაღაც ახალი დაიწყება, ხო? ანუ რაღაც ძველი დასრულდება და ახალი დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ გახდეს ერთ-ერთი ურთიერთობა მოკლედ დასრულდეს და რაღაც ახალ ფაზაში გადავიდეს ურთიერთობა, შემოკარგებო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მოვლენა დასრულდება, სიტუაცია გაირკვევა და
ეს იქნება ყველასთვის შეიძლება რაღაც სიმშვიდის მომტანი და რაღაც იმედის მომტანი რაღაც ჩაფიქრებულ პერიოდში, ჩემს უძვირფასებო. შემდეგ ვნახოთ საბოლოო შედეგი და გაკვეთილი რა იქნება. საბოლოო შედეგი და გაკვეთილი 7-იანი პენტაკლი, ჩემს უძვირფასებო. ეს ბარათი მიუთითებს, როგორც ვიცით, საბოლოო შედეგი მოთმინებას მიუთითებს, ხო? 7-იანი პენტაკლი არის არკანი, როდესაც რაღაც ჩვენი ძალისხმევით რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ შედეგი იმ წუთასვე არ დგება, ხო? პროცესი მიმდინარეობს ძალიან ნელა, მაგრამ ეს არის მოთმინება. უნდა მოთმინების არკანია, ხო? საერთოდ რაღაც მოსავალი რომ მოვიდეს და ამწიფდეს, არის რაღაც პერიოდი საჭირო, ხო? საბოლოო შედეგი რომ მივიღოთ. ანუ ეს რას ნიშნავს, ჩემო კარგებო? შედეგი არ იქნება აი მყისიერი. შეიძლება ეს რაღაც გაიწელოს დროში და ამისთვის საჭირო იქნება თქვენი მოთმინება, თქვენი ასე ვთქვათ შეფასება სიტუაციის ყველანაირად, რომ დაფიქრდეთ, ხო? ანუ შედეგი იქნება, ოღონდ არ იქნება მყისიერი და არ იქნება სწრაფი, საჭირო მოთმინება, რომ საბოლოო შედეგი მიიღოთ. და ასევე ეს არკანი გაკვეთილი რა არის აქ, ხო? ეს არის გაკვეთილი, რას გეუბნებათ საბოლოოდ ღირს თუ არა, საერთოდ ამ ურთიერთობაში იყოთ და გააგრძელოთ ეს ურთიერთობა, ხო? ანუ კიდევ ჩადოთ რაიმე თქვენი ენერგია ჩადოთ, ხო? ანუ თქვენი როგორ რესურსი ჩადოთ, გიღირთ ეს ურთიერთობა ამისთვის, აი ამაზე უნდა იფიქროთ, ჩემო ძვირფასებო. თქვენი ურთიერთობა კი განვითარდება, მაგრამ შედეგი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გექნებათ მოთმინება და თუ არ შეგეშინდებათ რთული რაღაც პერიოდის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, შესაძლოა კიდევ აი იმ პერიოდის გაგრძელების, ხო? ანუ შესაძლოა ლოდინი დაგჭირდეთ და აი ეს პერიოდი გაიწელოს და თქვენ აი რამდენად მზად ხართ აი ამ ყველაფრისთვის. აი ეს არის თქვენთვის, ანუ თუ თქვენ შინაგანად მზად ხართ და თქვენს თავს გიღირთ, ხო, ეს თქვენი ურთიერთობა საამისოდ, მაშინ უნდა აიძულოთ თქვენი თავი, რომ მოთმინებით დაელოდოთ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი ასევე მიიღოთ საჭირო ზომები, რაც თქვენზეა, რაც უნდა გააკეთოთ თქვენ, თქვენი გასაკეთებელი რაც არის, თქვენ უნდა გააკეთოთ. ანუ საერთოდ რომ შევაჯამოთ საბოლოოდ მთლიანი გაშლა, ესე იგი თქვენი მდგომარეობა ამ მომენტისთვის არის გაჩერებული, ჩემო კარგებო. და ძალიან ისეთ ფაზაში ხართ, როდესაც აი ეს ემოციური მდგომარეობა, შინაგანად თითქოს დაცლილი ხართ ემოციურად, მაგრამ ხართ აი მოლოდინის რეჟიმში, ხო? პარტნიორი ვერ წყვეტს, როგორ მოიქცეს, შიშობს ცვლილებებზე, შიშობს იმას, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს კავშირი, ან თქვენთან, ან მესამე პირთან. მესამე პირი აქ მოქმედებს ფარულად, როგორც ჩანს, ხო? არ აქვს გულწრფელი განზრახვები და თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საბოლოოდ შედეგი რა არის? სამყარო კი მიგვანიშნებს ცვლილებებზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა დრო. თუ მოთმინება გეყოფათ და ამ ყველაფერს გადახარშავთ და გაანალიზებთ, შედეგს მიიღებთ, ხო? აი სამყაროს და ტუზი პენტაკლის არკანით რაღაც შედეგი დადგება, ცვლილებები გექნებათ. მხოლოდ და მხოლოდ არის საჭირო მოთმინება და ტაქტიანი მოქმედება, ჩემო ძვირფასებო, და გონივრული ნაბიჯები თქვენი მხრიდან. აი ასეთი იყო ეს გაშლა, მადლობას მოგახსენებთ. ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა გამომეხმაური.